ეს არის დაახლოებით 80-იანი წლებია რა. შუა კომუნისტების პერიოდი, ბრეჟნევის პერიოდი. ხო, ბრეჟნევია რა. ნუ ესე იგი ამ ქალაქში ცხოვრობდა ორი კაცი, ორივე თანამდებობის პირები, ახლა სახელებს და გვარებს არ ვიტყვი და ნუ დავარქვათ ერთს გიგლა და მეორეს დავარქვათ ზაური. სიტყვას. ორივე დიდი თანამდებობის პირები არიან. საკმაოდ კარგი თანამდებობა აქვს, კარგი შემოსავალი და გადაშეულოვან ახლა ნუ რა ინახრო, ხო და? ახლა ეს გიგლა ქუთაისში მუშაობს და ეს ზაური რო ვთქვი, ბიზაშვილები უყვართ ერთმანეთს იგიჟამდე, სულ შეიძვრნენ ერთმანეთს გამიგე და ეს მეორეც მუშაობს, ნუ ჩვენი ქალაქის ახლო რო ქალაქია. იქ მუშაობს ერთ-ერთ დიდი კომბინატის დირექტორი არის. ჯო ახლა რა არის ახლა იცი? ეს ხო უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ნუ გონგა ქონდა თავისებური გამიგე. ერთი რაღაცას რო გააკეთა და მეორეს უნდა გაეკეთებია უეჭველი მნაე. ნუ მოიყვანა ახლა მე იმ პერიოდს არ მოვსწრები ვარ რა თქმა უნდა ახლა ხო რო ის მოიყვანა ცოლში კი შეიძლება კი მოესწრება პატარა ვიქნებოდი ძალიან ხო და ნუ მოიყვანა ცოლი ამ კაცმა ნუ იმან რა ქვია გიგლამ ნუ არ გასულა ორი კვირა და მეიყვანა ზაურიმაც ცოლი ქორწილი გადაიხადა რაღაც არნახული ზაურიმაც არნახული ქორწილი გადაიხადა ნუ გავიდა ახლა ერთ წელიწადი ზავარს ქორწილის შორის იყო სხობა ის სხობა შეეძინა შვილებს ამას ბიჭი შეეძინა იმას გოგო გიგლას ბიჭი საურის გოგო ნუ ეზარდნენ ახლა ეს ბოქშები ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში ასწავლეს ორთავეს ერთ ჯგუფში სწავლობდნენ შეუბადანო ნუ მოვიდა ახლა სტუდენტობის პერიოდი რაღაცა თუ აბიტურიენტები იყვნენ თუ რაღაცა აკეთიკი ნუ მოამზადეს აკეთიკი და ამ გიგლას ბიჭი ჩაბარა ჩვენთან პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა მათემატიკურზე. ამ გოგომაც ფიზიკა მათემატიკურზე ჩააბარა. მიგე? ახლა მაგალითად დაჩადო წევიდოდნენ. ხო, მაგალითად მიდის კისლოვოდსკი გიგლა და მიყავს წოლშვილი, ხო? მეოთხე დღეს იმ ეზოში თუ არა, გვერდით ეზოში უქირეებდა ბინას, იგი რა ქვია, ზაურს. იქავე კისლოვოდსკი. იმავე კუჭა. ანუ მედიატორი გიგლა იყო, ხო, ასე გამოდის. არა, მედიატორი არ იყო, ზაური თუ გააკეთა და მე გიგლა აყავოდა. არა. პირველი ინიციატორი. ანუ ორივე ერთნაირად ხონდა. არა, ლაბარაკი. შეჯიბრის შეეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ნუ აშენა ამან ახლა ორსართულიანი სახლი, გვერდით მიუდგა ზაური ორსართულიანი სახლი. ფიზიკა მათემატიკურზე ჩააბარა, ამანაც ფიზიკა მათემატიკურზე ჩააბარა. ნუ მე ახლა ვეღარ მოხერხდა ისე რომ ერთ სკოლაში ესწავლებიან ორივე ფიზიკა და მათემატიკა. ამახანე მაკვარან სხვა დადრიალდა ახლა იგი სხვა სკოლაში მოხდა. ახლა შეეძინათ მეორე შვილები. ოღა ამ შემთხვევაში იმასაც ბიჭი შეეძინა, ამასაც ბიჭი შეეძინა. გამიგე? ნუ შეეძინათ. დასორჩილი და პირველი გადაუხადნენ ქორწილი, ორ კვირაში ამას გადაუხადნენ ქორწილი, არნახული. ახლა მეორე ბიჭები რო შეეძინათ ხის დამამუშავებელი არა კომბინატი კი არა სპეციალობა. זה მოხდა ეს რა ქვია ზაურის ბოქში. ზუსტად ხის დამამუშავებელი მაშინ მოხდა გიგლას ბოქში. აბა გადაუხადეს ამას ქორწილი არ გასულა 10 დღე მან გადაუხადეს. ახლა ორი შვილი რო ყავთ ახლა საქმეს ვითარებაში დადგამდა სიტუაცია რომ ესე იგი მეორე შვილებს ბინები უნდა შეუძინო გამიგე გორის ქუჩაზე ახლა იცი ახლა 3 სართულიანი სახლი დგას ხო ერთად აშენდა მაგრამ ერთად ჩამოვიდა კულად დაწეაში ზაური მოვიდა 60-ხიანი ბინა ამ 8 სართულიან სახლში მის ქვეშ ტელევიზორების რემონტი იყო ხო არ გასულა ერთი თვე მეორე 8 სართულიან სახლში უხიდა ამას 3 სართულიან 60-ხიანი
ნუ ახლა სართულებში კი პატარა ზუსტად ვერ აჯენ. ახლა გეეჭექენ. ნუ მიდის ახლა ცხოვრება და ახლა დაამთავრა ერთმა ახლა ეს რა ქვია კეპეი, დაამთავრა ამანაც კეპეი. არც ხელამან და უყიდა ყვითელი სედმოი ახალი ქარხნული. მაშკოდაში სედმოი. გულიფერი სედმოი. ნუ შესაბამისი ნომრები. არ გასულა 5 დღე და ამასაც ყვითელი სედმოი უყიდა ამან. გამიგე ახლა იწყება ისტორია. მე-10 დღეა თუ მე-15 დღე აღარ მახსოვს, მოვიდა გიგლას ბიჭი და მითხრა ასეო ზაურის ბიჭო, სედმოიო დაამდრია. ნუ დაამდრია და წამომყევიო რა, დაფეთებულია რაღაცა აქეთ იქითო და ამ 8 სართულიანი სახლის ბინებში ცხოვრობენ. ამიგე, ამ 8 სართულიანი სახლის ბინებში. ნუ ჩავედით ახლა იქ და ესე იგი ეს მანქანა არის მოყვანილი თავის ხოდით, კაცო. აქ, იმაში, რა ქვია? კონტროლი ოღონ თვითონ მოვიდა. ხო, ახლა წინა კრილო აქვს დაზიანებული და გამოვწიეთ ახლა ეს კრილო გამო. ანუ ხო. არაფერი, თავის ხოდით მოვიდა. არაფერი ზეთი ხო. დასაული. მაგრამ ზაურის ხო უნდა გააგებიო. ახლა იმაშია საქმე. ზაურის სხვა ქალაქში მუშაობდა, ხო გითხარ? ერთ-ერთი კომბინატის დირექტორი. ხო და ნუ ახლა დაუძახეს ზაურის აქ და ჩამოვიდა ზაური. ახლა ზაურის რაჭეს. ზაურის ჭირდა შიში მანქანის. მას ემსახურებოდა 24. გამიგე? და იმ ქალაქიდან ეს 30-35 კილომეტრია დათმანძილი 3 საათს უძებოდა მწვანის დავჭამოსვლასაგან, ნელა იარეო. ეშინოდა, შეშინოდა. საუწყებო თათბირები თბილისში რო ქონდა, იგი მატარებლით მიდიოდა და მწვანი მანქანით იყოფოდა. მაგრამ ბიჭები ნუ მანქანის შიში ქონდა ამას ნუ რაღაც არ ნახული რა. კი, ფობიას რო ეძახით. ფობია რა, ხო რა. ნუ რა ხო ეს მანქანა დაათვალია და რა ეშველება. არაფერი არ უნდა ამის გაკეთება რა. ხოვით ახლა ჩვენ და მეზობლები აგერ. აწყნარეთ ხო რა. აწყნარეთ ხო და აგერ მივიყვანთ იმასთან და ვქია ძონძიასთან. ძონძიას. ვახტანგი ნინუასთან მივიყვანთ. ვისთან მივიყვანთო? ძონძიასთან და ზონძიას ვანდობო ვინა ზონძიაო ზონძიას მივანდო ახლა მე ჩემი მანქანაო რავი ახლა უთხარეთ ახლა რა ბატონო ზაო ახლა ზონძია ცნობილი იგია თუკე და ეშტენჯიგი და მაგას უკეთეს ხელი არა აქვს ხო ახლა კაიო იყოს მაგრამ ზონძიას არ დაარქვია ნუ არა არენდო ახლა გეგე ამ ზონძიას ხო და გადავარა ხო საძე ვიყანოთ აბა რა ვიცი ხო და აგერ ახლა ამან შეთავაზა ახლა რო ესე იგი აგერო ჩემზე უთხრა დაждდებაო მანქანაზე ესო გამიგე და მივიყვანთ პრობლემატიკა რას ლაპარაკო ამის ასე ამის სიარულა ვერ შეიძლება მანქანა არა ინა დამდროული ახლა ხო რო ეს არა მე ამასო წევიყვანო ჩემს კომბინატშიო მე ერთკაცო მივეციო პარტიო და გახსნაო პრობლემატიკა და იქ გავაკეთებიებ იმასო ხო კარგი ახლა ჯავშდები და არაო თქვა მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო და ბაცალეთ მე თვითონ ვიცი რა უნდა გავაკეთო ნუ რა უნდა გავაკეთო ახლა აი ახლა 2 საათი ბაცალეთო და წავიდა ახლა ეს ზაურია ხო და შამევიდა ეზოში ჯერ შამევიდა ბუზავიგი და მე შამევიდა კრანი რაია და ამის ასე შეაბული არ შეიძლება მოგანი და მოგილე რა მანქანას და ჰაძიენ ასე კრანის და თადმენ ბუზავიგი არა, ხო, თავში რა უთხრა ისი ლევი მე რომ მითხრა რომ მე დავждები თქვა გეგე? არა, ამაში ნუ აგერო რიჯვინა, ხა ეზოელი ყავდა რიჯვინას ვზოხოდე, გეგე რიჯვინას ვანდო, მე ჯევანგანას ვარ. ეი რა. აბორდები აკეთეთ ყველაფერი აკეთი და წინ გრუზავიგი უგან კრანი და დანჯელები მივღვით ახლა აქედან ჩვენ. ჩილის უბლები. ნუ ჩავედით ახლა იმ ქალაქამდე, იმ კომბინატში შევედით. შევიდა ჯერ გრუზავიგი, მერე კრანი, მერე ჩვენ. ხო, ხელოსანმა რა აიღო, რა დაამდრიეთ ასეო მანქანაო, ხო და ნუ არა ჩამოხსნეს ეგ რა ქვია ხა ბორდები და ახლა ხელოსანმა შეხედა ახლა და ამას რა ჭირდა გრუზავიგი შემოსალტოვი დამსხოლი ჩამევიდოდა მაგრამ. ჩემ საქმე ვიცია მაგრამ ნუ არაშო გაი. ეიგენ ახლა ეკრანით ახლა ჩამოდგენ ეს მანქანა.
ხო, ამას ახლა ბატონო ზაურიო, რა, 3 დღეში გაიგეთებ. არ ჩქარო შენო, 3 დღეში გაიგეთებული მაგანა არ მინდა მეო. ნუ გაი ერთი კვირა, არც ერთი კვირა გერე, 3-4 კვირა დაიჭირდება მაგანა. მევიდა 3-4 კვირა. ახლა ეს მე შევესწარი ამ ამბავს. ახლა რასაც მოყვები, იმ ამბავს მე აღარ შევწრები ვარ. ნუ დაამთავრა ხა იმ ხელმძღვანელს. ხო და აბა ახლა ჩავიდენ თურმე ახლა მანქანის ამოსაყვანად, გამიგე რიჯვინად სხვათა შორის. ამას რო არ მინასო, მე მანქანას არ ვანდობ, არ ჩენგადო არცი, აბა რა ვქნა მე ვიცი რა უნდა ვქნათო და მე ვიდა. ხუთაი სამდო ვინმე ვანდობ მანქანას რო არ გადი 30 კილომეტრია და ასა მაგერ იგი უზაო. კრანი მე იყვანდა აზიეს, იგი ხელოსა საფელო მოხვალებ. დადგე გრუზავიკა და უიმეც. იქ გრუზავიკი უკან კრანი და კიდე ჭირისუბლები და ნუ ახლა ჭირისუბლება ამგონი გოუკეთენ ახლა ეთყობა გამიგე და კი შემოვიდა თურმე ეზოში. ეს გრუზავიკი შემოვიდა და კრანს აგვიანდება. ხუნდა გადმეიღო. აბა ხარა მასეგერა საქმე ხო? თალი გამე ზობლებ თალი გასართულია სამ გამოფენილი. რა ხდება ახლა ხო და? ბიჭო, მოვიდა 20 წუთი, ახლა ერთად ამოვწონლან ახლა ეგენი კრანი. გრუზავიკი და ეს ხალხი კიდო ხო? ჯო აგვიანდება ბიჭო, საწევიდა. ნუ არ ვიცი, საწევიდა. ასმარი საწევიდა ხო და? ნუ ერთმა დაკოკა დაახუია მანქანა და ზავალ ახლა ტრასაზე ყვაფელი ჭირსო და დასხა კვიტირში თურმე ახტილია გავას გაბოდი კი ან შემძრალი შეიფრისკება მიღალატენო და იგინება ეს რა ქვია კრანშოპე კრანავში ხო რამდენხანში გადაერთი 2 საათს მაინც მომდები ამით ხიგინსო დაახვია ხავან და მევიდა და ასე კრანიო გაფუჭდაო ხო და 2 საათი დააგვიანდებაო ბიჭო ბატონო ზაურიო ჩახსნათო პორტებიო ეგერო ძველი ბაგრიშკებიო საბურავები მაქოთ დავდოთო ხვევითო ფისრები ხავალაგოთო და ნელ-ნელა ჩამოვაგორებთ ამასო გეგე აუ გაგიჟდა ეგე არაო შანსი არ არისო ვარიანტი არ არის ნუ ბოლო დაარწმუნენ ახლა ეს კაცი რომ შეიძლება ასე გეგე ჩამოყვანა მანქანი და კრანს ნუ დაველოდებით არაო მეო მაშინო ერთ კაცს ვენდობი ახლა 8 სართულიან სახლში ვისაც ბაგი შეუძლიაო რომ ჩამოიყვანოსო მანქანაო ზარდი ხოდით თუ წინა ხოდით თუ რა ვიცი ამ ფისრებზე და იმაზე რა ქვია ნუ გააკეთეთ ახლა ფისრები ეს და ბენზინი ახლა ეს კაცი ვინც უნდა ვისაც ენდობა ეს საუბ ეგაც არ აღმოჩნდა სახლში მე ზოგ ხალმა თქვა ვინც ხა ეს ნათლობაში არისო გოგისვენძეებში შევიდე გოგისვენძეებში ეგაც აღმოჩნდა ბრალი ნუ ხა სათვრალი და ფეხზურეთგება კი არა ნუ ახლა შეძლებული გასყოფილა კეიფობს ადამიანი კეიფობს ხო და ამას რო უთხრა უნდა გქო რაზეო ბიჭო ზაური შემევლი ჩემი თავიო ვარსავებით რასი აბა ხო ეს მივატო მიატო ახლა შესაძლოა ახლა ეგაცი და მე იყვანე ზაკანა ახლა ამას მაგ შეაფასა სიტუაციები და შენ ვარი დარდო მე ყველაფერს გავაკეთებო ამ ზაური ავიდა ახლა ზაური ზევით ახლა პაკრიშკებია ტიცრები ეგე პორტები ჩახსნილი ყველაფერი აგეთი და აკოკა ხო და ამან გიგლას ბიჭმა მითხრა მე არ ვიციო რომ დაკოკა რა დაგაზა ამნაირიო კი ზარდი რო დაგაზა აბაკიშლებ აფიცერ და აფრიცაო და დაურეს მანქანა ასფალტზე და ნუ ახლა გიტარები ხომ მოტეხა უკანო პოლოსები გამოყარაო ეს ახლა ნუ შეიქნა ერთი ამბავი და ახლა არასულა 5 წუთი და მევიდა კრანი. კრანი მევიდა კრანი. გაგეთ მაგანა ახლა უკვე გაჭიროა კრანი. კიდე ნახა. აზიენდა და მე აგაცე პორტები და მევიდა ისევე იმ კომბინაცია ხელოსებთან. ესე იგი იმ ხოლოსებდა რომ წამეიყვანეს არ არის გასული თლად 3-4-5 საათი რო შევიდა პირველი კრანი თუნე მერე გრუზავიკი და ნუ იგი ხელოსებდა ნუ კიდახად 5 საათი რა უკეთა მაგრამ სეგი ნუ არ ვიცი თან ამბავ ყოფილი
რამდენ ხანში გაკეთებ მანქანაო და 2 დღეში გაკეთებ 2 დღეში ამას 2 თვე უნდა კრილო როკოდა გამჭებული მომბაში უფრო 2 დღეში გაკეთებოდა არა ყავს და ახლა უფრო 2 დღეში ვახა ეს ისტორია ხოდა მე ახლა ის გილას ჩამოჩასულა იქანა და ახლა მას კი ნაღამი ფაქტი და ემართა ამ კაცკაც ვაკალინე ხოდა ხა დაწნარებს რა უგაცნია ბეჭო вообще ახალ მანქანა ვიყიდო და რა თქვინა იგი და რაღაცა და ამერნო ჩაეხუტან ერთმანეთზე რა ვიცი წელი ამბავი და რო გაკეთდა მანქანა კიდო ჩაჩვანობდა თუ რა კაცი ხვარზე ვიყვანო გრუზავიკი იქანა ძვის გადაატყვევეს ხელოსანი დამჯდარა თვითონ ოღონდ დამანებე და კიდო აი მას ჩამოუყვან აუ მაგარი ისტორია ჩაგიტანა